მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საპროტესტო კერებზე, იქაურ დემონსტრაციებზე და იმაზე თუ როგორ უმკლავდება ადგილობრივი პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები ამ პროტესტებს და შევადარებთ საქართველოში არსებულ რეალობას. ამ კვირაში იყო პირველი დღე, როდესაც რუსთაველი ვეღარ გადაიკეტა. ეს აბსურდული ქრონიკა თითქმის ერთწლიანი რუსთაველის გადაკეტვის, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა იმად, რომ 20, 10, ზოგ შემთხვევაში მაქსიმუმ 50 ადამიანი კეტავდა რუსთაველს და ამისადმი დედაქალაქის მთავარ გამზირს იყო, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც არ ემხრობა ამ პროტესტს. ისე სამართალდამცავების იჯგუფები, რომელიც ადგილზე არიან მობილიზებული და 10 შეურაცხყოფას იტანენ. ამ კვირაში პირველი ეს გარღვევა მოხდა, პოზიტიურ ფაქტად შეგვიძლია ცალსხადად შევაფასოთ, როდესაც ვეღარ გადაკეტეს რუსთაველი, მაგრამ ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენთან ნებისმიერ ტიპის პროტესტი იქნება ეს ძალადობრივი, იქნება ეს შეურაცხყოფელი თუ ასე შემდეგ, მასზე თანაზომიერი პასუხი, როდესაც არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, შემდეგ ამ ქართული NGO-შნიკების, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და მთელი ამ აგენტურის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ დანოსებით, ცრუ ბრალდებებით და ჩაშვებებით, ამოქმედდება ხოლმე მთელი ევრობიუროკრატიული სპექტრი და დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ რამდენად დიდი არის დემოკრატიული უკუსლა, როგორი ძლიერ მოიკიდა ფეხი პოლიციის მხრიდან ბრუტალობამ და ასე შემდეგ. ესე იგი მე სულ ამას ვამბობდი, რომ ჩვენმა დივერსანტებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ და ლიბერალურმა სექტამ ესე იგი ვერ შეირგო ის ულტრადემოკრატიული, მე ვიტყოდი, გადამეტებულად დემოკრატიული სტანდარტები, რომელიც არსებობდა საქართველოში და რომელიც იყო მთლიანად კოლონიალიზმის შედეგი და ეს არ არის ნორმალური რა. ეს იყო რომის პაპზე უფრო კათოლიკეობა. მათ შეეძლოთ აბსოლუტურად ყველაფერი პოლიციას და სამართალდამცავ ორგანოებს მოიხსენებენ უდიერად საკანონმდებლო ინსტიტუციას, უმაღლეს საკანონმდებლო ინსტიტუტს საერთოდ არ ცნობდნენ იმ შენობას, ხან ანგრევდნენ, ხან მოლოტოვს ესროდნენ, ხან არ ვიცი, პოლიციელებს პიროტექნიკას, ამ ხელნაკეთ რაღაცა იარაღებს და იმას რა ქვია ლურს მნისტოფებს და ასე შემდეგ და თავიანთი ეთერებიდან იგინებოდნენ რა სიტყვებითაც უნდა და უდიერად ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ და არაფრით არ ისჯებოდნენ ამაზე. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ მართლა ამ შემთხვევაში ევროპულ სტანდარტზე ბოლომდე დავждებით და აი ზუსტად ერთ-ერთში გავიმეორებთ იმას, რაც ხდება იქ დემონსტრანტების მიმართულებით, ხო? აი მე უნდა ნახო რა არის რეალურად ევროპა რა. იცი რა არის წარმოუდგენელი მდგომარეობა არის. ქვეყნის დედაქალაქის მთავარ პროსპექტს კეტავდა 3-4 ჩვენ გადაცემაში ხშირად გვისაუბრე ამ დისკურსზე გიჟი და ეს არ არის მხოლოდ სახუმარო თემა, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ რაღაცა ესეთი კომისია ინტერდისციპლინარული, რომელიც შეაფასებს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ასე შემდეგ მათ მენტალურ მდგომარეობას. არ არიან ეგენი ჯანმრთელები, ნუ ჩვენ ვხედავთ ფრიკები და გააგმირეს მერე მართლა მერაბ კოსტავას შემდეგ და ჩვენ ანწუხელიძის შემდეგ გმირებად ვისაც მოვიხსენიებთ, მათ შექმნეს ახალი გმირები, ხო, ეს ლაზარე და უჩა აბაშიძე და ეს, ნუ ყველა ხედავს რა, მთელი საზოგადოება ეს რა ჭირია და ეხლა მოდი უშუალოდ გადავიდეთ ევროპულ აი ამ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც არის რეაქციების დაშლა და ჯდება კანონის პარკლებში. და რა არის ევროპული სტანდარტი? მოდი ვანახოთ დეტალურად. მაგალითად, პირველი ქვეყანა არის გერმანია, რომელიც ძალიან ხისტია ხოლმე ჩვენთან მიმართებაში, მათი ბიუროკრატები ყოველთვის ამბობენ, რომ
და მათი ელჩი განსაკუთრებით ყოველთვის ამბობს, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტია, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს, ეждდება გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებში, რომ გადამეტებული არის ყოველთვის ძალა მათ წინააღმდეგ თუ რამე დაჭერა ხდება ან დაჯარიმება ხდება. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ რასაც გავუშვებთ, ეს არის ალბათ ყველაზე მინიმალურად შეგვიძლია გვაჩვენოთ მარტივად ღია რესურსებზე იძებნება ყველანაირი ვიდეო, სადაც პოლიცია უმეტესწილად მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ახლა მაგალითად პროპალესტინური აქცია არის, სადაც ყოველგვარი აგრესიის გარეშე შეკრებულ ხალხს შემდეგ გადაულიან. სტუდენტებს განსაკუთრებით. ხო, ნუ სტუდენტ კამპუსებში ხდება ეს ყველაფერი, ქუჩებში ხდება, როდესაც რაღაც მარშირებით მოდიან ასე შემდეგ. უბრალოდ ამაზე თვითრეფლექსია ხო არ ხდება თვითონ ამ ქვეყნებში. მათი ხელისუფალნი არ ამბობენ, რომ აი რაღაცა აქ შეგვეშალა, რაღაც აქ გამოძიება არის საჭირო, რომ დავიწყოთ აქ რაღაცა მეტი გამოსასწორებელი საკითხები არის და უცებ მათი ელჩი ჩვენთან გამოვარდება ერთიჯერ დადგება აქციის მხარეს, მოუწოდებს აი შეხედეთ ქალბატონს როგორ ექცევიან. არ ვიცი. ეს არის გერმანული სტანდარტი. სხვა შორის ჩვენ გერმანიაზე არაერთი გადაცემა გქონდა განსაკუთრებით საინტერესოდ და ცოტა არ იყოს ძველი მეთოდებით უდგებიან ისინი ზოგადად ოპოზიციურ ძალებს, სადაც უნდა შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რომ 16 ადამიანი არის გაურკვეველ სიტუაციაში გარდაცვლილი, რომელზეც არსებობს ძალიან საეჭვო კითხვები, მათ შორის არის 7 AfD-ს, ანუ ალტერნატივა გერმანიისათვის წევრები, ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილები 1 წლის განმავლობაში. ეს არის ზუსტად გერმანული სტილი და მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ AfD არის ყველაზე მზარდი ეხლა პარტია, ოპოზიციური პარტია განსაკუთრებით, ეხლა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ყველანაირი და დათვლით. ამ პირობებში, როდესაც მას არ აქვს ღია ეთერი, მას არ აქვს მეინსტრიმ მედია საშუალებები, სოციმედიაში ისინი ბლოკებია, ქუჩაში ბილბორდებს არსად არ ჩანან და აი ამ ვთქვათ, არათანაბარ პირობებში კიდე პლუს წევრებს უკლავენ, ხო? ნუ ძალიან კარგად მეტყველებს ეს მის გერმანული დემოკრატიის სტანდარტებზე. ასევე აი უყურებთ, ხო, პრო-პალესტინურ სენტიმენტებს ვინც გამოხატავს, ნებისმიერი სტუდენტი, გაურჩევლად სქესისა, რასისა და ეთნიკურობისა და ყველაფრისა, როგორ ექცევიან, ხო? აი სანახაობრივად, საჩვენებლად სჯიან, ასე ვთქვათ. ხო და თან ამის პარალელურად შემდეგ გერმანიის ელჩი საქართველოში როდესაც გამოვა და ჭკუის დარიგებას დაიწყებს, როდესაც ამ ოპოზიციური ძალადობრივი რევოლუციური კომიტეტის მხარდაჭერას დაიწყებს და ბოლოს რა მოხდა, ხო საერთოდ ალბათ ყველაზე შეურაცხმყოფელი რაც აქამდე ამ ქვეყნის ბიუროკრატიას გაუკეთებია ჩვენ ქვეყნის მისამართით, მათ ელჩი გაიხმეს, იმიტომ რომ ჩვენ დაგვადანაშაულეს კიდე აქეთ, რომ ჩვენი ელჩის წინააღმდეგო კრიტიკული თავდასხმები გაჟღერდაო. ანუ ყავთ ელჩი, რომელიც პირდაპირ ერევა და არ ყველანაირ დიპლომატურ კონვენციას არ გვაქვს, იმიტომ რომ პირდაპირ ერევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მას როდესაც ხელისუფლების ლიდერშიპიდან ვინმე გააკრიტიკებს და იტყვის, რომ ეს არ ჯდება არანაირ არც მეგობრობაში, არც პარტნიორობაში და ეს პირდაპირი დარღვევა არის იმ უფლებამოსილებით, რომელიც ამას გააჩნია ჩვენ ქვეყანაში. ეს ყოფილა იმ დონის თავდასხმა, რომ ელჩი უნდა გაიწვიონ, ეხლა კონსულტაციები უნდა გამართონ და მე გადაწყვიტონ, როგორ მოგვიდგებიან. და ამასობაში ეს ხდება მათ ქვეყანაში. და ეს არის ჩვეულებრივი რამ და მისაღები რამ. ნუ ეხლა გადავედით საკუთრივ საფრანგეთზე, რომელიც რა თქმა უნდა დემონსტრაციებით გამოირჩევა და ზოგადად ბურჟუაზიული რევოლუციის სამშობლოდ ითვლება და რევოლუციის, მაგრამ ნახე საფრანგეთში ეს არ ახალია, იმიტომ რომ ფრანგი ხალხი თვითონ ამასთან ასოცირდება, რომ რაღაც დემონსტრაციები გამართონ, დაალეწონ რაღაცა, ყველანაირი აღნიშნა სიხარულის თუ პროტესტის მათთვის დემონსტრაციასთან ასოცირდება, მაგრამ შეხედე განსაკუთრებით ეს ყველაფერი დაიწყო ყვითელი ჟილეტების აქციის პერიოდში, როდესაც მაშინ თვალები დათხარეს 20-ზე მეტ ადამიანს სამართალდამცავებმა, რა თქმა უნდა, დაიჭირეს და აი საჩვენებლად დასაჯეს ვიღაცა ტრაილერის მძღოლი, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან უნდა მივიდეთ, ვინც კი პატარა მუქარა გამოთქვა რა.
აქაც რა თქმა უნდა დღისაშიგში დგას ეს პრო-პალესტინური თემა, ახლო აღმოსავლეთი რა თქმა უნდა. იქნება გამოდრო ჩვენ ვეცადეთ უახლესი აქციები გვეჩვენებინა. და მოდი ვთქვათ, რომ იქნება ეს მემარცხენით განწყობილი და მოდი ესეც ვთქვათ, რომ ევროპაში ყველა ახალგაზრდა თითქმის რაღაცა კულტურული მარქსიზმით არის მონუსხული და ყველა ახალგაზრდა ფაქტობრივად მხარს უჭერს პალესტინას. აქედან გამომდინარე deep state-ის დავალებით შემდეგ ხდება მათი აი ესე საჩვენებლად წმენდა, მაგრამ საფრანგეთი ხო თუ რამესთან ასოცირდება არის ძალადობრივი დაშლა აქციების და სხვათა შორის საფრანგეთის კოლონიებს თუ ავიღებთ, ხო? აი ეხლა ერთ-ერთი დემონსტრაციები რო ქონდათ 7 ადამიანი მოკლეს მან. აგრეთვე აუცილებელია ვთქვათ, რომ რა ტიპის მიდგომა არის საფრანგეთის ბიუროკრატიის მხრიდან. კვლავ ჩვენ გვიწონებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსლას, ჩვენზე ამბობენ, რომ მედია გვყავს ძალიან ცუდ დღეს ჩაგდებული, გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავთ აქციის მონაწილეებს და თქვენ უყურებთ რა ხდება წლევანდელ და რატო იქნება ბევრი პრო-პალესტინური აქცია ჩვენ ვიდეოებში ალბათ უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვეცადეთ რომ უახლესი აქციები გვეჩვენებინა და რამდენიმე წლის წინანდელი, თორე ყვითელ ჟილეტებში მართლა გამოვიტანდით იმას თვალდათხრილ ხალხს, მაგრამ ეს არის 20-25 აქციები და შესაბამისად უმეტესობა არის პრო-პალესტინური აქციები, სადაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ძირითადად ახალგაზრდებს, ისეთი ბრუტალური ძალით უმკლავდებიან პოლიციის თანამშრომლები, რომ მან რო უყურებ და მართლა რომ ის განცდა გიჩნდება, რომ აი ეგეთი არაფერი არ ყოფილა რა, რომ მსგავსად დაუპირისპირდა და ამის პარალელურად საქართველოში ვხედავთ, რომ პოლიციას როგორც ლანძღავენ, როგორც ფიზიკურად უსწორდებიან, იმაზე რომ დაკავება არის პასუხი. ჩვენ ხო მაგალითად, როდესაც ნოემბრის ბოლოს იყო ყველაზე ცხელი პერიოდი აქციების, სადაც მოლოტოვებს ისროდნენ და პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებს, ჩვენ მაშინ ვნახეთ რამდენიმე დღე, როდესაც იყო დაშლა. მას შემდეგ ამ მთელი 300 რაღაცა დღის მანძილზე, როდესაც ყოველგვარი კონსტიტუციური წესწყობილების შეურაცხყოფით და სამართალდამცავების სრული უგულველყოფებით და პრემიერმა ძალიან სწორად თქვა, რომ ერთი ბეწო უმცირესობის ძალადობით აბსოლუტურ უმრავლესობაზე ეს ადამიანები კეტავდნენ რუსთაველს და ჩვენ ამისადმი უნდა ყოფილიყავით სოლიდარული, ეგრე გამოდიოდა. იმ პერიოდში მზადდებოდა ჩვეულებრივი რევოლუციური გეგმა, რომელიც სრულად ჯდებოდა deep state-ის სტანდარტებში. მას ყავდა თავიანთი ინსტრუქტორები, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მასტერკლასებს ატარებდნენ. იყო რაღაცა NGO ორგანიზაციები, ახალგაზრდული კლუბები, რომლებიც ასწავლიდნენ მოლოტოვის კოქტეილის გაკეთებას, რომლებიც ასწავლიდნენ იარაღის დაშლა აწყობას, რომლებიც ასწავლიდნენ ზოგადად მაიდნის რევოლუციის აი იმ პერიპეტიებს, ტაქტიკებს და უშუალო გადაადგილების და როგორ დრამატურგიულ განვითარებას არის ერთ-ერთი ადამიანი დაჭერილი ასევე დაფიონის წევრი რო არის ცეცხლაძე თუ არ ვცდები, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს ჩვენ ფარის გაკეთება ამის მასტერკლასი გქონდა ვორქშოპი და ვასწავლეთო ბავშვებსო უკითხავდნენ სხვა აი ამ რევოლუციურ თეორიებს დაუმორჩილებლობას ვასწავლეთ მოლოტოვის კოქტეილებით და ასე შემდეგ და იყო ჩვეულებრივი გეგმა ანუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ პირდაპირ ეთერში უყურებდით სამართალდამცავ ორგანოებზე როგორ ხორციელდებოდა შტურმი პიროტექნიკით ხელნაკეთი იარაღებით, სხვადასხვა მოწყობილობებით. ამას უყურებდით პირდაპირ ეთერში. ერთი კვირის განმავლობაში იყო ეს შტურმი. და ნუ არ ვიცი, ხა რა თქმა უნდა რევოლუციას როცა აწყობ, მზად უნდა იყო, რომ ის ჩაგივარდება და მე დაგიჭერენ. აი ხა მაგალითად ისევ პროპალესტინური აქცია ამჯერად ოსლოში, ნორვეგიული მაგალითი ანუ ხალხი უბრალოდ დგას და პოლიცია ესე შვიდად მიდის და ცრემლსადენ გაზს ასხავს სახეში იმისთვის რომ დაშალოს. ანუ ჩვენთან ამის მეასედი არ გაკეთებულა მთელი ამ წლის განმავლობაში. როდესაც რეალურად შეიძლება ძალიან ხშირად ყოფილიყო ამის საჭიროება, მაგრამ თუნდაც იქნებოდა სკანდინავიის ქვეყნების ბიუროკრატები თუ მანამდე ჩვენ მიეხსენებული ქვეყნები, სადაც ვნახეთ ეს ბრუტალური დარბევები, მაინც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველანაირი იმ სტანდარტს ცილდება, რომელიც აუცილებელი არის ჩვენ გქონდეს, რათა ევროკავშირის ოდესღაც წევრობაზე განვაცხადოს პრეტენზია. ჩვენ ხო თან ყველაფერს ამის საშანტაჟოდ იყენებენ, რომ აი შენ რო აქციას ეს ცუდად მოევყარი, ეს არის იმის წინაპირობა, რომ მე აღარ მიგიღო შენ ევროკავშირში. ანუ ეს მუდმივი რაც დამოკლეს מחვილივით ჩამოკიდებული თემა, რომ აი შენ აქ მე თუ ვიტყვი რომ გადაცდომა არის, რომელსაც
ჩვეულებრივ ქართველი უყურებს და არაფერი გადაცდომა ამაში არ არის. მე შემიძლია ამის გამო შენ მე ვიზა ლიბერალიზაციას დაიწყო შანტაჟი, გაწევრიანებას დაიწყო შანტაჟი და ეს იყო ხო რეალურად ის მიზეზიც, რის გამოც პრემიერმა განაცხადა, რომ 2028 წლამდე მოლაპარაკებები შეწყდებოდა და შემდეგ განახლდებოდა. შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ და აი ნორვეგია ვახსენეთ და ნორვეგია ის ქვეყანა არის, რომელიც ალბათ გამოირჩევა ულტრალიბერალიზმით და ალბათ ლიბერალური დემოკრატია ყველაზე ფესვგადგმული არის სკანდინავიურ ქვეყნებში. ნორვეგია ის ქვეყანაა, რომელიც პოლიციელების ახალ რაღაც სენსიტიურ გადამზადებაზე საუბრობდა, რომ პოლიციელს იარაღიც კი არ უნდა კონდეს, მარტო შვისტოკები ქონდათ დატოვებული და ბრეივიკის кейსი მაგას წარმოადგენდა, რომ ბრეივიკმა თვითონ დარეკა უტოიადან, რომ ჩამოდითო, ანუ ვერ აყავართო და თვითონ მოითხოვა, რომ აი ამით დაგანახეთ თქვენი სისუსტეო, მაგრამ ვიზაც სჭირდებათ, ხო, იმასთან მაღლებიც არიან, ვიკინგებიც არიან, სპრეებიც აქვთ და ყველაფერი, დუბინკებიც და ყველაფერი. აი აგერ უყურებთ ყველაფერს. ხო, ბრიტანეთს მაგალითი კიდე ალბათ ყველაზე საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად ისეთი ტიპის ინფორმაციები მოდის ამ ქვეყნიდან. ისეთი ტიპის დემონსტრაციებზე ხდება ხალხის აყვანა და ფიზიკური ძალადობა, ალბათ ყველაზე ეგეთი დასამახსოვრებელი იყო, როდესაც ჩუმი პროტესტის დროს ქალბატონი დააკავეს და ციხეში გაუშვეს აბორტის კლინიკასთან, როდესაც დადგა და პოლიციელი მივიდა, რასაკეთებო, რატო დგახარ აქო და ხმარო არ მოუღია, არც სლოგანი, არც დროშა არ გაუშვა და მაგის გამო რო წაიყვანეს და დააპატიმრეს. იმიტომ რომ აკრძალული არის აბორტის გაპროტესტება. ანუ თუ არსებობდა დაუსრულებელი კამათი და ეს იყო დისპუტის საგანი pro-life to pro-choice, რომელიც არ ვიცი პოლიტიკურ დისკურსში ერთ-ერთი ყველაზე ამოუწურავი და ესეთი აპორეტიკული თემა იყო, რომ ვერ გადაწყვეტდი, ამათმა პირდაპირ მოახდინეს კრიმინალიზება. ანუ შენ არ შეგიძლია შენი პოზიციის გამო გიჭერენ და ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელიც გამოხატვის გამო დაკავებული ყავს და არ ვამბობ ტერორისტულ მოწოდებას ან ძალადობრივ მოწოდებას, თავისი აზრის გამო, რომელიც მოიცავს, ესე იგი, კონსერვატიულ, ანტიფემინისტურ, ან ტრადიციულ გარკვეულწილად, აი ასეთი პოზიციებს, რომელსაც ეძახიან აი ესეთ far right დისკურსს, ამის გამო, სოციალურ ქსელებში განხორციელებული სხვადასხვა კომენტარის გამო, 12,000-ზე მეტი ადამიანია რეკორდული მაჩვენებელია მთელ ევროპაში. და თუ არ ვცდები რაღაცა კანონს სამუშაობდნენ, რომელიც გულისხმობდა პაბებში არაგენდერულად სენსიტიური თემებზე ლაპარაკის აკრძალვას, იმიტომ რომ პაბი არის გარემო, სადაც კაცი თვრება, ცოტა შეეზარხოშებულია და იქ უფრო მეტად ეხსნება ალბათ ტრადიციული დისკურსი და იქაც რომ ეს გენდერულად სენსიტიური ყოფილიყო. ანუ ჩვეულებრივად იქ არის ყველა მორალის პოლიცია, დიქტატურა და ტოტალიტარიზმი, სხვა არაფერი არ არის. ამის შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებისთვის ისინი ყველაფერზე მიდიან, არბევენ, იჭერენ და ასე შემდეგ. და ჩვენ წეგან უყურებდით ვიდეოს, სადაც უბრალოდ გზაზე დგომისთვის დააკავეს ყველაზე ბრუტალური ფორმით, რაც შეიძლება ასე დროს გამოიყენო ერთი ადამიანი, იმიტომ რომ ერთი ადამიანი იდგა უბრალოდ გზაზე და მანქანის მოძრაობას უშლიდა ხელს. ეს არ იყო რაღაცა განსაკუთრებული ტიპის პროტესტი, სადაც აი ჯგუფს გამოეყო ერთი, უბრალოდ ერთი ადამიანი იდგა გზაზე და ხედავს მაყურებელი, რა მდგომარეობაში ყავთ, როგორ აკავებენ და რა ტიპის ძალადობას იყენებენ მის წინააღმდეგ. მსგავსი რაღაც ჩვენთან რომ მოხდეს, დაეწყობა მთელი ისტაბლიშმენტი, იგივე ბრიტანული თუნდაც და იტყვის, რომ აი ეს შავი დღე არის ქართული დემოკრატიისთვის, ეს შეელახეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, აი ეს არის რაც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს და ამის გამო უნდა აღიმაღლოთ ხმა და გამოხვიდეთ ქუჩაში და წაახალისებს ისევ ამ უსამშობლოების აქციებს. და ბოდიში ამ შემდეგ ქვეყანაზე გადავალთ, ჩვენმა პრემიერმა თქვა, რომ გერმანიაშიო ასევე პოპულარულ სახელებში მუჰამედი არის ერთ-ერთი პირველი თუ პირველიო და შესაძლოა აქედან მოყვა რაღაცა ლიბერალურ ბაბლის მხრიდან დებილური კომენტარები და იცი არის ასევე ბრიტანეთში და ბრიტანეთში ესე იგი ინგლისსა და უელსში მეორე წელია უკვე მუჰამედი არის ყველაზე პოპულარული ბიჭის სახელი. იმიტომ რომ ევროპა ბერდება, ისინი აღარ აჩენენ ბავშვებს, მიგრანტები ახალგაზრდავდებიან, იმიტომ რომ 5 და 6 ბავშვს აჩენენ. შესაბამისად, მუჰამედი არის ყველაზე პოპულარული სახელი მათში, რა თქმა უნდა. მათი რეპრეზენტაცია, ესე იგი, პოლიტიკურ ველზე არის არაპროპორციული, იმიტომ რომ რა მუსლიმი მოსახლეობაც ყავს
ბევრად მეტი არის მერი მაგალითად 7 თუ 8 დიდ ქალაქში ყავთ ქალაქის მერი ანუ ყოველად აცდენილი არის ეს დისპროპორციული არა ყველაფერი ასე რომ ხედავთ ჩვეულებრივ ტოტალიტარიზმს რაც ბრიტანეთში ხდება იმიტომ რომ ამას არც დემოკრატიასთან აქვს ახლოს რამე და არც არ ვიცი ლიბერალიზმთან ეს არის ჩვეულებრივი ტოტალიტარიზმი იმიტომ რომ აზრის გამოხატვის გამო ქცემენ და გარბევენ და მუჰამედის თემას რომელსაც აქვს ჩვენმა ლიბერალებს რომ აი როგორი ქსენოფობიური განცხადება რეალურად ამას ხო გააჩნია თავის ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი იმიტომ რომ შუაგულ ევროპაში კულტურულ ევროპაში როდესაც მსგავსი პოპულაციური ცვლილება ხდება სადაც აბსოლუტური უმრავლესობა არქმევს კონკრეტულ მუსულმანურ სახელს, რომელიც ძალიან კონკრეტული კულტურის შვილების ნაწილია. ანუ ეს ის ხო არა რომ ვიღაცა აი გძირძველმა ბრიტმა ირლანდიიდან ჩამოსულმა ლონდონში დაცხოვრებულმა კემდენელმა ტიპმა შულს დაარქვა. ანუ ეს იმის მანიშნებელი არის, რომ იქ იმდენად მოძლიერდა ახლო-აღმოსავლეთიდან გადასული მიგრაცია თუ ასე შემდეგ, რომ ისინი გახდნენ უკვე წამყვანი მოქალაქეების სპექტრი, სადაც შობადობა მათზე მოდის ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით და შესაბამისად რაღაც პერიოდში, სადაც 20 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივ პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ისინი მარტივად იქნებიან უმრავლესობაში და დათვლილიც არის და მუჰამედი არის არამხოლოდ სახელი, არამედ იდეოლოგია და იდეოლოგიური სახელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გარკვეული სენტიმენტებით გამოირჩევა შარიათის კანონებისადმი, გარკვეული სენტიმენტებით გამოირჩევა იმ თქვათ კონკრეტული რელიგიური და ასევე პოლიტიკური წესწყობილებისადმი, რომელსაც არ მოსწონს ევროპა. ეგ არის მთავარი შუაგულ ევროპაში ჩნდება ახალი ძალა, რომელსაც სურს, რომ ევროპული ანთროპოლოგიური ევროპა მოსპოს. მიხვდი, ეგ არის პრინციპი, თორე სახელზე და იმაზე ხო არ არის საუბარი. სახელის მიღმა არის იდეოლოგია. ანუ ეგა სიმპტომი იმის კარგად მაჩვენებია, რომ ეს კულტურა კვდება შუაგულ ევროპაში. აგერ ესპანეთი ბოლო პერიოდში რაც ვნახეთ, ესპანეთში განსაკუთრებით მადრიდსა და ბარსელონაში რა აქციებიც მიმდინარეობდა, მათი აი ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური დაშლა და ეს ხო დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული აგრესია. მერე ეს ქვეყნები, ევრობიუროკრატები მართლა მოგვიბრუნდებიან ჩვენ და მოგცემენ რამეზე შენიშვნას. ანუ პირში წყალი გამოიღო რა, როგორ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ პოლიციელებზე მიმდინარეობდა შეტევა და შეტევას ჰქონდა თავისი მიზანი. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა. და თუნდაც 4 ოქტომბრის ამბავი რო გავიხსენოთ პრეზიდენტის სასახლეს თავდასხმა, ანუ მსგავსი ტიპის ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში მსგავსი ტიპის პრეზიდენტის სასახლეც არა საკანონმდებლო ორგანოზე. თავში ტყვია. თუნდაც კერძო საკუთრებაზე მსგავსი შეტევა რო განხორციელებულიყო, იქ იქნებოდა ისეთი ბრუტალური პასუხი და ჩვენ რა ვიხილეთ ან ქართული სამართალდამცავებისგან, რომ ქართულ სამართალს უბრალოდ გაამაგრეს ის ტერიტორია. ანუ თავდასხმაზე იქ არავინ არ გადასულა. მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი არსებობდა. ანუ ეს ადამიანები დადგნენ, ხო, და ნუ საბოლოოდ ჩვენი ოპოზიცია გვეუბნება იმას, რომ ხობე ჩაგვიდეთო და ეგღობე რომ თქვენ არ მოგეხერხათო, ისევ ეგ შტურმიც არ იქნებოდა. თავიდანო გარეთ რატო არ იდგაო პოლიცია რომ არ შევეშვითო ჩვენ ხო დებილები ვართო და ჩაგვადენინეს დანაშაული ბიჭო ლაპარაკობენ ანუ და სხვათა შორის მაყურებელს მინდა მივმართო ეს არის ევროპული გამოცდილება რომელიც ძალიან ბრუტალურია და საუბარიც არ გვინდა ამერიკულზე სადაც აი ხა ბოლო დემონსტრაციები რო იყო ლოს-ანჯელესში ესე იგი პოლიციის უფროსმა განაცხადა რომ თუ თქვენ დაარტყავთ პოლიციელსო, ჩვენი ძაღლები ჯერ დაკბენენ, მე ჩვენ გაგლახავთ, ჯერ საავადმყოფოში აღმოჩნდებით, შემდეგ დაგიჭერთ. თუ თქვენ ან მოლოტოვის კოქტეილს, ან რაიმე პიროტექნიკის მსგავს ესვრის პოლიციელს, მე თქვენ ოჯახის წევრებს ვეტყვით, თქვენი სხეულის ნაწილები სად აკრიფონ. ანუ ისე მოგყვათ რომ ვეღარ გიპოვონ. თუ თქვენ გზას არასწორად გადაკეტავთ და ხელს შეუშლით გადაადგილებას, პირდაპირ მწვანე აუნთეს რომ გაიტანეთო ისინიო და ამერიკაში თან ყველა ვიცით დიდი მოცულობის მანქანები ყავთ ანუ ისეთი. რაზე ვლაპარაკობთ? ეს უნდა გავიაზროთ კარგად. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს პოლიციელებს მოდი პირდაპირ თქვათ, არაფერი აღარ ჩამოთვალოთ, ესროდნენ.
ხოლო ამერიკა ახსენა ამერიკაში კაპიტულიუმში შეჭრაზე ადამიანები მოკლეს პირდაპირ ცეცხლსროლი იარაღიდან ესროლეს ტყვიები და ამაზე არავინ არ დასჯილა და პოლიციური ბრუტალობა აკადემიური ტერმინი ამერიკიდან წარმოშობილი ტერმინი არის იმდენად ძლიერად არის იქ ფეხმოკიდებული პოლიციის მხრიდან ძალიან ბევრი უკანონო ქმედებაც კი იმიტომ რომ ვიდეოები გვაქვს ნანახ სადაც პირდაპირ კლავენ დაკავების დროს ადამიანებს ხო ჰოლანდიისკენ რო გადავინოთ სადაც არანაკლები ბრუტალობით ხდება როგორც აქციების დაშლა ისე ადამიანების დაკავება ან ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ მაგალითად პორტის ბლოკირების მცდელობა დემონსტრანტების მხრიდან რომელსაც მოყვა ისეთი ტიპის თავდასხმა პოლიციის მხრიდან კაი განგსტერულ ფილმებში რო არის ხო იცი უცებ რო გამოვარდებიან და რო ურტყავენ და იმიტომ რომ პოლიცია არა რატომ მოყვა მთავარი რა არის როტერდამის პორტი არის ნომერ პირველი პორტი სადაც ჩადის პირველი ნაკადი ნარკოტიკისა ანუ მარსელი და ბარსელონა და ისინი მონაგონია ხა მაგ წყაროს და მაგ ფულის ნაკადს რო გადაკეტავ და მით უმეტეს შვიდობიან დემონსტრანტები რაღაც პოლიტიკურს ითხოვ ბიჭო აიც არა ფულია საშუალებელი მილიარდობით რა თქმა უნდა რომ დალეწავდნენ ამათ მართლა ვერღარ აწყობდნენ არა ხა ჰოლანდია ნუ საუბარიც არ გვინდა ალბათ იშვიათად ასევე მე რაც მინახავს დარბევები ჰოლანდია გამორჩეულია ხოლმე იტალიაში ზუსტად იგივე ანუ ჩვენ ახლა რასაც უყურებ რეალურად არის თითქოს ქცევასლით გადამრავლებული კოპიები ამ დარბევების იმიტომ რომ იმ ევროკავშირის და იმ ევროპული ღირებულებების ქვეყნებში რომელზეც საქართველოში არსებული აქტივიზმი ამბობს რომ აი აქეთკენ უნდა იყოს სწრაფვა საქართველოსი და ამას აცილებს ქართული ოცნება ჩვენ ხედავთ რომ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტიზებული პროცედურა ეს არის კანონის უზენაესობა ეს არის სამართლის აღსრულების ერთადერთი ფორმა ჩვენ ეს არ მოგწონს მე ვიტყვი შესახელითაც ვიტყვი მაგას რომ ამას რო უყურებთ ეს ჩვენ არ მოგწონს იმიტომ რომ მართლა გადამეტებული ძალის გამოყენებას უყურებთ მართლა დალეწვას უყურებთ ცვლებში ადამიანების როდესაც რაღაცა ეს თავდასხმაზე პასუხი არ არის ძალიან რთული საყურებელი არის უბრალოდ როდესაც ჩვენ ვუყურებთ თან იმას როგორ მართლა როგორ პირდაპირ ვშოვთ როგორ ძალადობს ის მცირეოდენი რიცხვი ადამიანების რომლებიც თან ძალიან კარგად ვიცით რა დაფინანსების რა მოტივაციის ხალხი არის და კონკრეტულად როგორ იმართება და რა მიზანს ემსახურება მათი ეს აქტივობა ამ შუაგულ რუსთაველს და მათ მიმართ აღსრულებული რაიმე ტიპის დაკავება აი ხა იმ დღეს ნახეთ პოლიციის მანქანაზე რო ქალბატონი ავარდა აი ხა მსგავსი რაღაცის ჩადენაზე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პოლიციელი ჩამოათრევდა იმას მინიმუმ დუბინკით galახავდა ჩატენდა მანქანაში წაიყვანდა პირდაპირ გაუშვებდა ციხეში და უცებ ჩვენ ხედავთ რომ მიდის ამისი რომანტიზება ამ ქალბატონზე ამბობენ რომ აი ეს არის ნამდვილი მებრძოლი ქალი ეს არის გმირი ესეთი ხალხი არის რომელიც შეუჩერებელი იქნება ამ გარდამტეხ პროცესში ქართული დემოკრატიის ბრძოლაში და ასე შემდეგ მაგრამ თუ ეს ადამიანები რეალურად თხოვენ ევროპულ სტანდარტებს ის არის ყველაზე მსუბუქი ფორმა რაც პასუხად მოსდის მათ ქმედებებს ალბათ ლოგიკური იქნება რომ ბელგიით დავასრულოთ იმიტომ რომ ბრიუსელი როგორც მთელი ევროკრატიის დედაქალაქი აი რა ხდება ზუსტად ამ ბრიუსელში საიდანაც ჩვენ გვიქნებენ ხოლმე თიც და გვიწუნებენ ძალიან ხშირად როგორც სამართალდაცავების ქმედებებს ისე ხელისუფლების გადადგმულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულ ნაბიჯებს იქ არის მსგავსი ტიპის საპოლიციო დარბევები მსგავსი ტიპის დაშლები დემონსტრაციების რომლის მართლა ალბათ შედარებითი მონტაჟიც უნდა გავაკეთოთ ჩვენ გადაცემაში, სადაც მარცხნივ იქნება ეს და მარჯვნივ იქნება ჩვენთან ალბათ ყველაზე ბრუტალური რაც განხორციელებულა მსგავსი რო ამოვარჩიოთ, მაინც ყველაზე ჰუმანური ტიპის პოლიციური დაშლა აქციების გვაქვს ჩვენ და მართლა და ეს რა იწვევს ამ ყველაფერს. ისინი რატო გვიქნევენ თიც? ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეთიკური რელატივიზმი, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ მათთვის ეს ყველაფერი შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება. ასე მაგალითად, მათთვის შეიძლება გამჭვირვალეობის კანონი, ჩვენთვის არ შეიძლება. მათთვის შეიძლება აქციის ძალადობრივი მეთოდებით დარბევა იმ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ნაწილის, რომელიც მათ არ აწყობს, ჩვენთან კიდე თავდაცვა, რომ ავყვეთოთ სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ შეიძლება.
მათთვის ყველაფერი შეიძლება ჩამოართვა ხმა პოლიტიკურ პარტიას, დაიჭირო რუსეთ უმეობა მიაკერო, დაკეტო მედია საშუალება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენთან არაფერი შეიძლება, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედო. მივხვდი ეს რატო ხდება? აი ძველი კოლონიალისტები როგორც იქცეოდნენ, მონებს როგორც ექცეოდნენ და უყურებდნენ, რომ იმას არ აქვს ადამიანის უფლებები. და მე მაქვს აი ეგ პრინციპი იყო რა თეთრი დამპყრობელი ამასთან ჩვენთან იმ კანონ დამრღვევებს რომლებიც დაკავებაც ხდება თუ რომელთა მიმართაც რაიმე ტიპის სამართლებრივი ღონისძიება განხორციელდება შემდეგ ზუსტად ამ ქვეყნის ბიუროკრატები გამოდიან უწოდებენ ხან გმირებს ხან ამბობენ რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს დემოკრატიის ჩირაღდნის ერთადერთი მატარებლები მათ გადასცემენ პრემიებს ასახელებენ რაღაცა სხვადასხვა მედიის თავისუფლების თუ ასე შემდეგ ორგანიზაციების რა მნიშვნელოვანი პერსონების სიაში და გვეუბნებიან რომ თქვენთან ყველა ვინც კი კანონდამრღვევია, ვინც კი რევოლუციონერია, ვინც კი პოლიციაზე თავდამსხმელი არის, ჩვენ ეგ ხალხი მიგვაჩნია რომ არის ყველაზე ღირსეული ნაწილი თქვენი საზოგადოების. და თავისთან ამ ხალხს ლეწავენ ძვლებში, როგორც ხედავთ ახლა კადრებში, რომელსაც ვაჩვენებთ ეკრანზე. თქვენ იხილეთ ყველაფერი თუ რა სტანდარტი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, ესე იგი დემონსტრაციების, მათთვის მიუღებელი იდეოლოგიების და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს როგორ ეპყრობიან და მეორე მხრივ ჩვენ მოგვიწოდებენ თითისქნევით გველაპარაკებიან, ტუქსავენ და რაღაცა ჭკუას გვასწავლიან, რომ თითქოს ძალადობრივად ეპყრობით დემონსტრანტებს, შვიდობიან დემონსტრანტებს, რომელსაც სურდათ სახელმწიფო გადატრიალება, არც მეტი, არც ნაკლები. რამე პროტესტი კი არა, სახელმწიფო გეგმა იყო სახელმწიფო გადატრიალება და პირდაპირ ესროდნენ პოლიციელებს. და ეს კანონის შესაბამისად რომ ავყვეთეთ, თურმე ეს არის ევროპული სტანდარტების დარღვევა და სად არის ეგ ევროპული სტანდარტი ისე, რომ ნახოთ. სადღა რომელ ევროპულ სტანდარტს პოლიციელისთვის სახეში გამრტყმელი დაასახელეს გმირად. კაია. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ვზარდებოდი.